თავისუფალი საქართველოს ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა ეხმიანება თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კუკავას თქმით, მათი გუნდი მკაფიოდ ემიჯნება როგორც მშვიდობიან, ასევე არამშვიდობიან გზით განხორციელებულ გადატრიალების და ხელისუფლების დამხობის ნებისმიერ მცდელობას. მიუხედავად ამისა, კახა კუკავა მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული კრიზისის და შესაძლო გადატრიალების სცენარების გასწვრივ ეკისრება როგორც რადიკალურ ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას. ის ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა კრიზისიდან გამოსავალის მოძიება და ქვეყნისთვის ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ თავისუფალი საქართველოს ყველანაირად ვიმიჯნებით, ყველანაირი გადატრიალების თუ დამხობის თუ მშვიდობიანი თუ არამშვიდობიანი დამხობის ცდილობებს. ოღონდ აქ ცალსახად უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობა ამ გადატრიალების გეგმებზე ეკისრება არა მხოლოდ ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და შეიძლება დღეს ვთქვათ, რომ კობახიძე უფრო მეტს აკეთებს და კალაძე და ეს გუნდი გადატრიალებისთვის, ვიდრე ხაბეიშვილი და ბურჭულაძე. იმიტომ რომ როდესაც თუნდაც ოფიციალური მონაცემებით ჩვენ გვახსოვს, რომ შარშანდელ არჩევნებზე ხელისუფლება მაიღო თბილისში 43% და 57% მინიმუმ აიღო ოპოზიცია. როდესაც დედაქალაქის მერი ამ 57%-ს ეძახის აკაცუკებს, ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების ისეთი ხარისხი, რომელიც ქმნის აი ასეთი ტიპის გადატრიალებების და დამხობების მაღალ რისკს. ამიტომაც მე მოუწოდებ კალაძესაც, კობახიძესაც და ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში. ჯერ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყავს არა მარტო რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ ყავს რადიკალური ხელისუფლებაც. და გამოსავალი, რომ როდესაც არის ეს ორი ბანაკი, მათ შორის ცეცხლი არ დაინთოს, არის არა ის, რომ აკაცუკები უძახოთ მათ და ყოველდღიურად შეურაცხყოფა მივაკეთოთ და ზიზღი გავაღვევოთ. არამედ გამოსავალი არის იმაში, რომ ხელისუფლება დაჯდეს ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად, ვის დიალოგისთვის არის მზად და მოინახოს კრიზისიდან გამოსავალი. მათ შორის თუ საჭირო არის და საჭირო არის, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციის მისაღებად დაინიშნოს ვადამდელი არჩევნებიც არა ხვალვე, მაგრამ რაღაც გარკვეულ პერსპექტივაში, რაც ოპოზიციასთან ერთად იქნება შეთანხმებული.